Ოთიკიდან რომ ანაკლის პორტის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო თანამედროვე საქართველოში. იცით, როდესაც 2011 წელს აღნიშნულ პროექტზე დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა საუბარი, ეს არ იყო მარტო ეფემერული პროექტი, ეს იყო ის ქვაკუთხედი, რომელზეც ახალი ქართული სახელმწიფო უნდა აშენებულიყო და შესაბამისი ნაბიჯების გადაიდგა, დაიწყო იქ მშენებლობის პროცესი და ამ შემდეგ და ჩვენ ნახეთ, რომ უახლოესი 14 წლის განმავლობაში ქართულ მოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ წლების განმავლობაში ანაკლის სპორტში ქვაზე არ დარჩენილა. კი ბატონო, დინამიკას ისევად მართავდა ამ პროექტის. ახლა რატომ გადაწყვიტა, რომ ეს დინამიკა შეეცვალა, უფრო აეჩქარებინა პროცესი? ამიტომ დღეს ახლა ძალიან დაგვიანებული, მაგრამ მათი დინამიკით მიდიოდა. დღეს ახლა საუბარი, რომ ქართულ მოუწნებამ განაახლა სამშენებლო სამუშაოები ანაკლის სპორტში არის აბსურდი, ხო? ყველა ხვდებით, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს იმ მოლაპარაკებებს, რომელიც შესაძლოა ისეთ ჩვენი ასე თქვა ვარაუდი არის, ხო, რომ რუბიოს ზარი შეიძლება უკავშირდებოდეს ანაკლის სპორტს და ასე შემდეგ 1000 მithქმა-მოთქმა არსებობს ამ ზართან დაკავშირებით და ხელისუფლება წოდებულმა ქართულ მოუწნებამ და კობახიძემ საზოგადოება თავისი ამომრჩეველიც კი არ ჩათვალა ღირსად, რომ ამ ზართან დაკავშირებით საქართველოს რეალობასთან დაკავშირებით რა იქნება უახლოესი თვეების განმავლობაში ან კვირების განმავლობაში რა საუბარი შედგა ყველაზე მთავარ ჩვენთვის ერთდროს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოსთან, ამაზე ანგარიშიც კი არ მისცა და ინფორმაციაც არ მისცა. ფაქტი არის ერთი, რომ რუბიოს ზარი არ იყო ქართული ოცნებისათვის იმედის მომცემი და კარგი ზარი, იმიტომ რომ თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით პროპაგანდა როგორ მუშაობს ხოლმე. ესო ყოფილიყო რაღაცა გარღვევა, ესო ყოფილიყო წარმატება, ლეგიტიმაციის შტატები რა ტიპის განმარტებას მისცემდა ზარს და შემდეგ. ჯერჯერობით ხო განმარტება გააკეთა, მათ შორის საკმაოდ მშრალი განმარტება გააკეთა ამერიკის საელჩომ ამასთან დაკავშირებით და უახლოესი დღეების განმავლობაში არცანაირი დამატებითი დაზუსტება არ მომხდარიყო. ესო ყოფილიყო მართლა დელეგიტიმაციასთან, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით რაღაცა გარღვევა, რაღაცა ახალი პროექტის დამოუკება. ეს სატელეფონო ზარზე არ იქნებოდა დამოკიდებული ეს ერთი და მეორეც კობახიძე ჩართავდა მთელს პროპაგანდის მანქანას იმისათვის, რომ რაღაცა პოლიტიკური დივიდენდები მიეღო ამ ვითარებიდან. ანუ რუბიოს ზარი იყო რაღაც ზარი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ეხებოდა სწორედ ირანის სპეცსამსახურების აქტიურობას საქართველოს ტერიტორიაზე, ირანის ფინანსური სქემების, ასე თქვა, ამოქმედებას და უზრუნველყოფას საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის საკრედიტო სისტემაში და არსებობს ამაზე ინფორმაცია და არაერთხელ თქმულა მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან. საუბარი იყო რუსეთის ნავთობის გაყიდვაზე და ამაზეც უამრავი მასალა არსებობს მათ შორის. ანუ თქვენი ეს თქვათ წარმოდგენა რას შეიძლება ყოფილიყო საუბარი. ეს არის ჩვენი ინფორმაცია, რაზე უნდა ყოფილიყო და არანაირად არ უკავშირდება იმას, რომ დღეს რაღაცა ქართულ მოწნევა რაიმე გარღვევა კონცეპტუალურად შეუთავსებელია დღეს ამერიკის ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები და ხელისუფლება. რატომ გეკითხებით, იმიტომ რომ დღეს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, აი რესურსების ადმინისტრაცია, რომლისთვისაც ვთქვათ მარშრუტები, რესურსები, ტარიფები, ყველაფერაც ფინანსებთან არის დაკავშირებული, არის აქტუალური. ამიტომ ძალიან ლოგიკური ხომ არ არის სწორედ რომ რაღაც საერთო ენა ნახოს ივანიშვილმა და ლოგიკური იქნებოდა იმ შემთხვევაში, რო არ ყოფილიყო ვენესუელას საკითხი გადაწყვიტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ვენესუელას ნავთობის მარაგები 30%-ზე მეტი არის სხვადასხვა გათვლებით და მონაცემებით, ხო? ანუ მარაგები თავად ამერიკასაც სერიოზული მარაგები აქვს ამ კუთხით და აქ ეხა საქართველოსთან მიმართებაში ივანიშვილთან რაღაცა მოლაპარაკებაზე წასვლა იმისათვის რომ ეს რაღაცა სასიცოცხლო ყოფილიყო ამერიკული, ასე ვთქვათ, ინტერესების და მარაგების თვალსაზრისით, ცოტა უხერხული იქნებოდა. იყო ჩვეულებრივი საკითხი, რომელიც ეხებოდა გითხარით, რასაც ეს არის ირანული კავშირები და ხომ ვიცით, რომ კობახიძე იყო ჩასული ირანში და სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელსო, ამას ისმენდა დარბაზში. კი ბატონო, საფაშინიანიც იყო იმ დარბაზში და აზერბაიჯანის პრემიერი და ორივე ქვეყანასთან არ გასჭირვებია შეერთებულ შტატებს. ამის შემდეგ რაღაც ხო, მაგრამ ნახეთ კომუნიკაციის სრული
სრულიად ახალ ეტაპზე ასულა. საქართველო აბსოლუტურად განსხვავებული სტატუსის ქვეყანა იყო მაგრამ ეს სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ვალზე. აქ საუბარი არ არის არც სომხეთზე, არც ამერიკაზე. ჩვენ სად ვიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ვალზე? საუბარი იყო ვიზო მიმოსვლაზე, საუბარი იყო მეგობარაკზე, საუბარი იყო მანამდე მიხეილ სააკაშვილის დროს თავისუფალ ვაჭრობაზე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დაიდო და უნდა ამოქმედებულიყო. სულ სხვა რანგის პარტნიორობა ქონდა ჩვენ. საუბარი დღეს უკვე საუბარი იმაზე, რომ ასე ვთქვათ, აი ამერიკამ კეთილი ინება და სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს და პრეზიდენტებს მიხეილ სააკაშვილი ყოველ კვარტალში ერთხელ ხვდებოდა. დღეს ზარი გაგვიხდა სხვა კომუნიკაცია, მეტიც სტრატეგიული პარტნიორობა არის გაჩერებული, დაპაუზებული, სხვა როგორადაც არ უნდა რა ტერმინიც არ უნდა იქნეს გამოყენებული და იქ მეთქი სწორედ ამას ვამბობ, აქ სრულიად გაჩერებული არის ეს პარტნიორობის რეჟიმი და იქ სრულიად ახლებური რეჟიმი წამოიწყო პარტნიორობის შეერთებულმა შტატებმა სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც. ამიტომ ბუნებრივი ეს გზარიც იქნებოდა კავშირში, რა თქმა უნდა, რეგიონალურ ჭრილში, მათ შორის აზერბაიჯანის და სომხეთთან მიღწეული შეთანხმებისას, როდესაც დამატებითი სატრანსპორტო კორიდორი უნდა გაიჭრას, ბუნებრივია ეს ახლა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტული იქნება. იქნა შესწავლილი საკითხები, მათ შორის ანაკლიაში ჩასვლა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ნიშნავდა იმას, რამდენად შეიძლება ანაკლიის პორტის გათვალისწინება ამ დერეფნის სისტემაში და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ხო ყველა კარგად ხვდებით. როდესაც ქვეყანაში საქართველოში და ისინიც ამერიკელებიც კარგად ხვდებიან, როდესაც ქვეყანაში დღეს არის დიქტატორული რეჟიმი. როდესაც დღეს ადამიანის უფლებები ილახება, პოლიტპატიმრები ყავს, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უამრავი პოლიტიკური ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე, სხვაები უამრავი პოლიტპატიმარი ყავს, ჩამოთვლაც კი რთული არის უკვე ამ ეტაპზე. ბუნებრივია ასეთ ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების სერიოზულ პროექტებს ვერ განახორციელებენ, შეიძლება იყოს რაღაცა სამუშაო კომუნიკაცია. ეს ამ ადმინისტრაციისთვის სასიცოცხლო თემებია, ან დალაგების ნაწილში, რატომ არ შეიძლება პატიმრების დიდ ნაწილს ხელისუფლება? ხო და ნახოთ როგორ შეიძლება და როგორი განვითარება ექნება, მაგრამ ფაქტი არის, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ბიძინა ივანიშვილი არ არის სანდო პარტნიორი. და ეს ცალსახად ერთშოლოვანი არის. თუ მოახერხა ივანიშვილმა, მოდით თურმეობით ვილაპარაკოთ, თუ მოახერხა ივანიშვილმა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აპრილის მეორე ნახევარში რაღაც დელეგაცია ჩამოდის თბილისში, ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ საუბარი იყო, რომ ეს დელეგაციის ვიზიტი ადრე ამდენიმე თვით ადრე იყო დაგეგმილი, საუჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტია და არ ვიცი, შევხედოთ. და რაღაც ნელ-ნელა რაღაცნაირად ის მოახერხა თუნდაც აი ამ სტრატეგიული პარტნიორობის ან პაუზის მოხსნა, ან რაღაც ახალ რელსებზე გადასვლა ამ ურთიერთობის. ეს იქნება თუ არა გარკვეული დარტყმა ოპოზიციის მთავარი სტრატეგიისთვის, რომელიც არის არალეგიტიმურად ცნობის და ხელისუფლების არაღიარების. თუ ამ ურთიერთობების მიღმაც თქვენი სტრატეგია შეინარჩუნებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგია გვაქვს და გვექნება, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებთან ჩვენი პარტნიორების მეცადინეობით და დახმარებით და მათთან კონსულტაციებით ეს ერთი. მეორე, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ბიძინა ან ზოგადად სხვებს ადამიანებს როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დამოუკიდებელი ფიგურა, რომელიც ფიქრობდა ანაკლიის სპორტთან მიმართებაში, რომ აი ამერიკელებს კი ქონდათ ეს პროექტი, კი მივეცი, მაგრამ მათ ვერ გაამართლეს და დაინახა სტრატეგიული ხედვით, რომ ჩინეთის ასე ვთქვათ, ინვესტიციები გამოიყვანდა ამ მდგომარეობაში. ჩვეულებრივი, დიახ, ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივი. დიახ, რა თქმა უნდა, მარიონეტი პუტინის ხელისუფლების. რომ შეიძლება ამ ადმინისტრაციას პუტინთან და მეტი კომუნიკაცია. ბუნებრივია, ხო, ყველა მიცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის ადმინისტრაციის გაგრძელება საქართველოში, არის რუსული ოცნება. რუსებმა უთხრეს, რომ ამერიკას არაფერი არ ესაქმება და ეს გაიმეორა თავის ბიზნეს პარტნიორებთან ივანიშვილმა, რომ რა ესაქმებათ ამერიკელებს შავ ზღვაში და ეს არის ჩვეულებრივი დუგინის ასე ვთქვათ ლექსიკა და ლექსიკონიდან ეს სიტყვები და ეს პროექტი გააჩერეს 14 წლის განმავლობაში გადასცეს ხან რომელიღაც ინვესტიციის ხან სახელმწიფო იკისრებს ხო მე ჩინეთის ჩინური ინვესტიციას გადასცეს მე ისევ დააბრუნეს ანუ საჯილდაო გაჩერებულ ეტაპზეა არხავს კერძო ინვესტორი ამიტომ ამერიკელებისთვის ბიზნეს ივანიშვილი ვერ იქნება არ იქნება კონცეპტუალურად შეუძლებელია რომ იყოს რაიმე არათუ პოლიტიკური პარტნიორი არამედ ბიზნეს პარტნიორიც ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ იქნება ურთიერთობა იმ ჩარჩოებში რა ჩარჩოებიც მოიცავს რომ ხელისუფლებამ
ემუშაონ ამერიკის ხელისუფლება ემუშაოს ბიძინა ევანიშვილს როგორც ფაქტობრივი ხელისუფლების, ფაქტობრივი განკარგვის ქვეშ მყოფი სუბიექტს ისე ელაპარაკოს. თქვენი გუნდი, თქვენი პარტია არის დანარჩენ პარტიებთან ერთად ოპოზიციური ალიანსის წევრი, რომელსაც საყოველთაო მობილიზაცია აქვს გამოცხადებული ვიდრე 26 მაისამდე. რა ხდება, ანუ რას გულისხმობს ეს, რა სტრატეგიით მოძრაობთ? ეხლა ეს პარტიები ეს ერთიანი სტრატეგია თუ ასევე თქვენ რაღაც ინდივიდუალური რეჟიმებიც გაქვთ? რა თქმა უნდა, მოლოდინი საზოგადოებაში შეიქმნა ძალიან დიდი, რომ ალიანსი უახლოესი პერიოდის განმავლობაში დაიწყებს აქტიურ მოქმედებას. პირველი ამოცანა, რომ ალიანსი შედგა მიუხედავად ძალიან დიდი წინააღმდეგობებისა, თუნდაც პარტიებში განსხვავებული შეხედულებები, ისტორიები და ასე შემდეგ, მაინც საზოგადოების დაკვეთით ეს ალიანსი შედგა და ეს ერთობა არსებობს. უკვე მიმდინარეობს სტრუქტურული მუშაობა, ორგანიზაციული მუშაობა იმისათვის, რომ უფრო მეტად გამოვლინდეს ალიანსის, ასე ვთქვათ, სტრატეგიული ხედვა და საზოგადოება მირწმუნოს ეს როგორც ერთი პოლიტიკური ბრძოლის სუბიექტი. დღეს გასაგებია, რომ ჩვენ ასეთი პირობით გავერთიანდით, რომ ერთობა არ ნიშნავს ერთფეროვნებას, ყველა პარტია ინარჩუნებს არ გადაკეთება, მაგრამ ეს არის თავარი, ასე ვთქვათ, სუბიექტი გაერთიანებული ბრძოლისა. ამიტომ ბუნებრივია 26 მაისი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური თარიღი უნდა იყოს და არის კიდეც გამოცხადდა შესაბამისი მობილიზაცია, არის გაწერილი გეგმა, როგორ უნდა მოხდეს რეგიონებში გასვლა და რეგიონებში ადამიანებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ თბილისში დიდ ქალაქებში მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებულია ამორჩეველი. თბილისი არის ოპოზიციური ქალაქი, ქართულ ოცნებას აქ მინიმალური მხარდაჭერა აქვს, თუ გადავხედავთ 14 წლიან ისტორიას, ხა მათი პოლიტიკური მხარდაჭერის, მნიშვნელოვანი არის ახლა რომ რეგიონებში მოხდეს ინფორმაციის გატანა, ინფორმაციის მიტანა, შესაბამისი საპროტესტო მუხტის შექმნა, იმიტომ რომ ყველა ვიცით, ხო, იქ სხვადასხვა ადმინისტრაციული მეთოდები არის, ტელევიზიები ოპოზიციური, რეგიონებში საპროტესტო მუხტის შექმნა გინდა თუ არა, ისე არ ფუნქციონირებს როგორც დიდ ქალაქებში და სხვა, ასე ვთქვათ, ურბანულ დასახლებებში, ამიტომ აქრივ ინფორმაციის მიღების და შეგრძნების მათ შორის ნაკლები შესაძლებლობა არის რეგიონში, ამიტომ ამ ხრივ რეგიონალური შეხვედრების დაინიშნება და ბუნებრივია შესაბამისი აქტივობებიც, სხვა არა მარტო საპროტესტო მუხტებთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი პოლიტიკური დღესდღეობის საკითხები, ისეთი როგორიც არის ელექტროენერგიის ფასის ზრდა, ის რაც ხდება ენერგეტიკის სფეროში, როდესაც ასეულობით მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა ქართულ მოსახლეობამ თავისი კორუფციული სქემებით და დღეს ამ ასეულობით მილიონის ამოღება მოქალაქის ჯიბიდან ხდება, მათ შორის ავტომანქანების იმპორტის საკითხი, უამრავი პოლიტიკური დღესდღეობის საკითხია, რომელიც ასევე უნდა გახდეს ჩვენი უამრავი საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, იმ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შეიძლება ვიცნობთ ან არ ცნობთ თავრობაში. ლევან, კითხვა მაქვს ასეთი, საპროტესტო მუხტის გასახვივებლად უნდა იაროთ რეგიონებში თუ ამ ადამიანების დასარწმუნებლად, რომ როცა არჩევნები იქნება, რაღაც თქვენ ხართ უკეთესი ვიდრე ეს ქართული ოცნება. თუ მანამდე პროტესტში წამოსაყვანათ ამ ხალხს. ეს კითხვა უკავშირდება იმას, რომ რა ალტერნატივას თავაზობთ. მე მგონი დღეს ქვეყანაში ისეთი მარტივი ვითარება არის, რომ რიგით ჩვეულებრივ ადამიანებსაც გასაგები არის, რომ რა ალტერნატივა უნდა შესთავაზო. ხა კონკრეტული გვარები დასახელებად შეიძლება, ხო, ქართული ოცნების მხრიდან, რომ ამ მესამე პლიადის და მესამე რანგის სპიკერებით გვესაუბრება დღეს ქართული ოცნება და ანუ გვეუბნებით, რომ დღეს არსებულ სამინისტროს ან არსებული პარლამენტის წევრებს არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. მათ ყველა ჯობია, ყველა პარტიის, ოპოზიციური პარტიის, ერთი პარტიის პოლიტიკური აქტიორები ჯობიან ყველას. ამიტომ მაგაში დარწმუნება არ ჭირდება. საჭირო არის მუხტი, ბუნებრივია ეს მუხტი დროდადრო გაიზრდება, დროდადრო მინალდება. დღეს არ არის ისეთ სასურველ ფორმაში ეს მუხტი, რომ ჩვენ სერიოზული ამბიციები განვაცხადოთ, ამიტომ ჭირდება ხალხთან მუშაობა, ამიტომ ჭირდება რეგიონებში გასვლა, რომ ეს მუხტი შეიქმნას და დარწმუნებული ვარ ერთობით აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა ლევან ბეჟეშვილს, რომელიც ჩვენ კითხვებს პასუხობდა. სანდრო რაქვიაშვილი, პარტია გირჩი არის ჩვენი შემდეგი